დილა მშვიდობისა. Აი რუსი პროპაგანდისტები და აქაური მათი ამფსონები რომ სუიძახიან რომ რუსეთს ომში ვერ დაამარცხებთ, მაგრამ რუსეთი ომში არასდროს არ დამარცხებულა, ეგ შეუძლებელია და რაღაცები. Ჩვენივადაც დამარცხებულა და თან ბევრჯერ. ის ხო გასვოთ არაჩვეულებრივ გამოფენაში როა. აგული და პიპინი არ ჩხუბობენ. ბიჭო, მე მამა ვარ, შენი თო ვინ ვარ? ვიცი ვინც ხარ? ის პიპინი არა ხარ პორტ-არტურიდან საკუთარ ცხეს რო გამოასწარი ვენაცვალი იაპონელებს გასვოთ ეგა მალაკასოს აქ კუცავ შეუზრდელო. ხო, აი ეგ პორტ-არტურის ამბავი არის მე-19 საუკუნის, უბრალოდ მე-20 საუკუნის დასაწყისი 1904-დან სადღაც თუ 1904 წელია. მოკლედ, ჩინეთი მაშინ იყო ძალიან დასუსტებული და ეს მსოფლიოს ზესახელმწიფოები, იმაში რუსეთი და ეს რა ქვია, გერმანია, ეს კაიზერ ვილჰელმი ყავდათ იქ მაშინ. ცდილობდნენ რომ რაღაცა თუ ჩინეთისგან მოეგლიჯათ რაღაცა ეს გემრიელი ნაწილები და მოკლედ ამავე დროს იაპონიაც ჩალიჩობდა იქ ჩინეთში რაღაცებს მიტაცებას. ხო და რუსეთს თავისი ჯარი ყავდა მანჯურიაში დაყენებული, თან კორეაზეც აცხადებდა პრეტენზიას, მთელ ნახევარკუნძულს, ახლა მაშინ ჩრდილოეთ სამხრეთი ხო არ იყო. ხო და ეს რა ქვია, მოკლედ იაპონიამ რუსეთს შესთავაზა რომ მოვილაპარაკოთო რა და იქნებ გავინაწილოთ რამენად კომპრომისები ესა და ნიკოლოზ მეორემ მაშინ ძალიან ისეთი იყო რა, ტახტზე რო ავიდა ხო ადრე ვიდეოში თქვი რომ ტახტზე რო ავიდა იტირა შიშისგან რამეშველება ახლა მე გამოუცდელი ვარო და მე ნელ-ნელა ეს გამოცდილებას დაემატა თავდაჯერებულობას და ძალიან გათავხედდა რა. ხო და არანაირ კომპრომისზე იაპონელებთან არ წავიდა და იძახდა თურმე რომ ეგ მაკაკებიო. რუსეთს ვერასდროს ვერ დაამარცხებინო, თვითონაც ჩვენივად იციანო და არანაირი ომი იაპონიასთან არ იქნებაო. და მართლა ეგრე ჯეროდა რა. ხო და იმდენად იყო დარწმუნებული ამაში რომ 1904 წლის 8 თებერვალს, სხვათა შორის 121 წელი გავიდა ზუსტად. 10 თებერვალია დღეს, 8 თებერვალს იაპონელები აბსოლუტურად მოულოდნელად დაესხნენ თავს პორტ-არტურს. პორტ-არტური იყო სტრატეგიული პორტი. ეხლა სხვა რაღაცა ქვია, ბრიტანელებმა დაარქვეს პორტ-არტური. სადაც რუსები იდგნენ და აბსოლუტურად მოულოდნელად დაესხნენ თავს და მოკლედ ალყაში მოაქციეს ეს პორტ-არტური, პლუს კორეაც დაიკავეს და პლუს მანჯურიაში შეუტიეს რუსულ ჯარსთან. ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ნიკოლოზ მეორისთვის, რომ ტიპი თეატრში იჯდა ამ დროს სანქტ-პეტერბურგში. ხო და ეს რომ გაიგო სასწრაფოდ გააგზავნა ჯარი, მაგრამ იქ სანამ ისინი ჩავიდნენ. ამასობაში იქ იაპონელებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და პლუს ესენი რომ ჩავიდნენ, ისეთი არაორგანიზებულება ჰქონდათ ჯარში. თვითონ მოდის ხო ანალოგიები ეგრევე დღევანდელობასთან. რომ გან ვერაფერი ვერ ქნეს და იაპონელები პირიქით მაგარი ორგანიზებულები იყვნენ რა და მოკლედ დაამარცხეს. და ეს პორტ-არტურის დანებდა რამდენიმე დღეში ამ ალყაში რო იყო და მაგიდან მოდის მე პორტ-არტური და შენ ცხელს რო გამოასწარიო ეს პიპინიას რო ემუნება. ხო, მე ნიკოლოზი გაბრაზდა და ბალტიის ფლოტი გააგზავნა იაპონიასთან, ჩინეთთან. ანუ ბალტიის ფლოტი უნდა გასულიყო ლამაში, უნდა გაევლო, მე შემოევლო აფრიკისთვის. ინდოეთის ოკეანე უნდა გადაეცურა და მისულიყო იაპონიამდე და ეგრეც გააკეთა ივან და იქამდე რომ მივიდნენ იაპონელებმა კიდე ერთხელ გაანადგურეს ეს. 8 გემი ჩაუძინეს და 5000 მეზღვაური მოუკლეს და ასე შემდეგ და მოკლედ ამან გამოიწვია რუსეთის იმპერიის დაცემა ფაქტიურად რა. მთელი ამბები იყო იქ 1905 წლის რევოლუცია და მე ყველაფერი მაგან გამოიწვია და მაგიდან დაიწყო ეს ყველაფერი მე 1917 წელს რაც მოხდა ყველა მშვენივრად ვიცით. ხო და მე ვაიც გავეყარე უის შევეყარე გაიჩითა ხო მე ეს ბოლშევიკები და მთელი კომუნიზმი და რაღაცა, მაგრამ რუსეთი მარცხდება შემოძმებო და დებო და საკმაოდ ხშირადაც. ასე რომ მოიმარაგეთ პოპკორნი.